ჩვენ წინამსახურებაზე დავიწყეთ ერთი თემა, რომელიც მე ვფიქრობ, რომ არა თემა, არამედ ძალიან სამუშაო და საყურადღებო რამ არის ჩვენ ცხოვრებაში. ჩვენ დავიწყეთ პირველი ტიმოთეს წერილით, წმინდა მოციქული პავლეს წერილი ტიმოთეს მიმართ, პირველი წერილი მე-6 თავის მე-6 მუხლში, პავლე წერს ტიმოთეს, რომ დიადი შენაძენია ღვთისმოსაობა კმაყოფილებასთან ერთად. და ჩვენი თემის სათაური არის კმაყოფილება, ჩვენ ვლაპარაკობთ ამაზე და მე მინდა დღეს კიდევ უფრო მეტად შევეხოთ ამას, გამოვიყენოთ დრო ცოტა გვაქვს, ამიტომ ვეცდები და ღმერთი დამეხმაროს ის გადმოგცეთ, რომ გასაგები იყოს ისი თქმაც უნდა ღმერთ ჩვენთვის იმით, რასაც ღმერთი გვიმახვილებს ყურადღებას. წინამსახურებაზე ვთქვით, რომ კმაყოფილება ეს არის პრინციპი, რომლითაც ქრისტიანი უნდა იყოს აღჭურვილი, რომელიც განაპირობებს მომავალ მსახურებას, რამდენად ხარისხიანი და სწორი იქნება ეს მსახურება. ასევე წინამსახურებაზე ვთქვით, რომ კმაყოფილების საპირისპირო არის უკმაყოფილება და უკმაყოფილება შეიძლება იყოს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი, როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური. მაგალითად, თუ უკმაყოფილო ვარ ჩემი ღმერთთან გატარებული დროით, ეს შეიძლება პოზიტიური იყოს და დამეხმაროს იმაში, რომ ეს დრო გაუმჯობესდეს, მაგრამ არ შეიძლება უკმაყოფილო იყოს ისეთი რაღაცეებით, რაც მომავალში შენს გადაწყვეტილებებზე იმოქმედებს და ცუდ შედეგებამდე. არ შეიძლება უკმაყოფილო იყოს ცოლით, არ შეიძლება სხვადასხვა რაღაცეებში. ამიტომ ჩვენ ჩამოვთვალეთ რამდენიმე სფერო, რომელიც უნდა შევხედოთ ჩვენ ცხოვრებაში და გადავამოწმოთ. პირველი ჩვენ თქვით, რომ კმაყოფილი ხარ თუ არა ხალხით, შენი მისიით, შენი მოწოდებით და იმ ხალხით, ვინც ღმერთმა მოგანდო. ძალიან ცოტა მოდი გავჩერდეთ აქ, იმიტომ რომ წინამსახურებაზე ამას დრო ვერ დაუთმეთ. მოდი ერთ რაღაცას შევხედოთ. სრულყოფილი ადამიანები დედამიწაზე არ არსებობს. მოდი შევხედოთ, მინდა შევხედოთ ჩემს თავს და მინდა ვილაპარაკო. განა თქვენ ვინც აქ ხართ, სრულყოფილები ხართ. ან მე ვარ სრულყოფილი თქვენ შორის. ამიტომ ხშირად მინახავს ადამიანები და ხშირად მე მქონია ეს განცდა, როცა უკმაყოფილო ხარ იმ ადამიანებით, ვინც ღმერთმა მოგანდო, ვის შორითაც ღმერთმა მოგათავსა, ვის შორისაც ღმერთმა მიგიყვანა. შეიძლება უკმაყოფილო ვიყო ამით და გამოვხატავდე კიდეც ამ უკმაყოფილებას. შეიძლება მუდა მე არასწორად მომექცნენ, მე არასწორად მე ვერ მაფასებენ და ეს მინახავს შემომეგობრებოდ, ამას ნახავთ ძალიან ხშირად და შეხვდებით ძალიან ხშირად. მოდი შევხედოთ ჩვენი რწმენის სათავეს, უფალი იესო ქრისტეს. ადამიანები, ვინც ღმერთმა მის ცხოვრებაში მოიყვანა, სრულყოფილები იყვნენ, მოდი შევხედოთ მოციქულებს. რამდენიმე მათგანის თვისებები დაწერილია წმინდა წერილში. გამახვილებულია მათზე ყურადღება. ავიღოთ იუდა, ქურდი იყო. ხომ ასეა? ქურდი ხო იყო? წმინდა წერილი პირდაპირ ამბობს, რომ ყულაბიდან იპარავდაო ის თანხას. თავის საჭიროებებისთვის იღებდა. ქურდი ხომ იყო? მეორე, ქრისტეს აკრიტიკებდა იმაზე, რომ მარიამს მისცა უფლება ძვირფასი ნელსაცხებელი მისთვის ფეხებზე დაესხა. ხო იცით, რომ მან გააკრიტიკა და თქვა, რა სისულელე არის ეს? 300 დინარის ღირებულების ნელსაცხებელი ფეხებზე, ხო შეიძლებოდა გაგვეყიდა ეს და ღარიბებისთვის დაგვერიგებინა. შემდეგ ამისა, იუდა გახდა ავტორი ქრისტეს გაცემის. მივიდა მღვდელმთავრებთან და უთხრა, რომ 30 ვერცხლს თუ გადამიხდით, მე გეტყვით სად არის ის და მიგითითებთ ვინც არის ის, რომ თქვენ მე ის შეიპყრო და გაამეფოთ. ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე ახლა ვერსიებზე არ დავიწყებ ლაპარაკს. კარგით, იუდას თავი დავანებოთ. ავიღოთ კიდე ვინ გახსენდებათ ქრისტეს მოციქულებს შორის ცოტათი ნეგატიური თვისებებით. თომა, რომელიც ურწმუნოებას ავლენდა რა? გაცოცხლდა არა ის კიდე რას მელაპარაკებით. ჩემი თვალითაც რო დავინახო, მაინც ვერ დავი. სანამდე ჩემთიც არ ჩავდებ მის შრილობებში. გახსოვთ? კიდე ვინ გახსენდებათ? ზებედეს ძეების დედა რომ მივიდა იესოსთან და უთხრა, იცი რა მინდა მე? იცი მე რა მინდა? მე არ მაინტერესებს შენ რამდენი მოწაფე გყავს და რამდენი ადამიანი, მე შენთვის შვილო ბევრი სიკეთე მაქვს გაკეთებული. აი, ხო გახსოვს მე, ამიტომ გთხოვ, ეხლა ვალში ნუ დამრჩები, გეხვეწები.
მინდა რომ როცა შენ სასუფეველში მიხვალ, ერთი ძე შენს მარჯვნივ იძიდეს, მეორე შენს მარცხნივ. დანარჩენი ადგილები შენ განაწილე. მაგრამ ეს ამ რაღა უარი არ მითხრა გეხვეწები რა ეხლა. გახსოვთ კიდე ქრისტეს მოწაფეების თვისებები, იცი, ესენი არ იყვნენ სრულყოფილები, მეგობრებო. წმინდა წერილი ლაპარაკობს მათ ისეთ მხარეებზე, რომელიც მთლად სრულყოფილებას არ მიუთითებს. როცა ერთ სოფელში მივიდნენ და არ მიიღეს იმ სოფელში. მივიდნენ ქრისტესთან და ეხლა იცი რა ვქნათ? თქვი რომ ცეცხლი ჩამოვიდეს და გადაბუგოს ესენი ყველანი. ქრისტე რას ეუბნება? არ დაგავიწყდეს ვისი სული საქმე. დიდება უფალს. ერთი შეხედვით რო აიღოთ ისინი ხშირად წუწუნებდნენ, ხშირად ბუზღუნებდნენ, ხშირად უკმაყოფილოები იყვნენ. თუ გახსენდებათ ერთი ადგილი, როცა ქრისტემ თავისი უკმაყოფილება გამოხატა მათ მიმართ. მე ამასინად ადრე წლების წინ ერთ ქადაგებას მოусმინე და კიდე გაიმეორა, როცა ალექსეი იყო აქ. ფერისცვალების მთა გაიხსენეთ. პეტრემ როგორ გამოავლინა თავისი სრულყოფილება. ჯერ ეძინა, მსახურების დროს დაეძინა და მე ალბათ ხმაურმა გააღვიძა და თვალი რო გაახილა, ხედავს რაღაც სასწაულს. ქრისტე გამდიდებული და მასთან ორი პიროვნება იცნო, ვინც იყვნენ. საიდან იცნო არ ვიცი, რომელი ვიდეოში ქონდა ნანახი მათი გამოსახულება, ან და რომელი სურათი ქონდა მათი ნანახი, არ ვიცი, დიდი ხანი იყო გასული მოსესა და ელიას შემდეგ და იცნო პეტრემ, რომ ერთი მოსე იყო, ერთი ელია. იმიტომ რომ ეუბნება ქრისტეს. და ყვირის იქ პეტრე, რა კარგია ყოფნა. გავაკეთოთ სამი კარავი, ერთი მოსეს, ერთი ელიას, ერთი შენ. და ვიყოთ აქ. დამდროს ფარავს ღრუბელი მთას და ისმის ხმა ღრუბლიდან. სხვადასხვა თუ გადაამოწმებთ ეს მართლა ესეა. ეს უბრალო ხმა კი არ იყო, ეს პეტრეს მიმართ იყო, თქვამი, პეტრე, აქ ნუ კი ლაპარაკობ, აქ უნდა ისმინო. ეს არის ჩემი საყვარელი ძე. მას უსმინეთ. ნუ კი ელაპარაკებით რა გააკეთო, დირექტივებს ნუ კი აძლევთ, მას უნდა უსმინოთ. იმიტომ რომ ის ამისთვის არის წარმოგზავნილი. ეს არის ჩემი საყვარელი ძე და უსმინეთ მას. უსმინეთ მას. ანუ ხაზი მინდა გაუსვა. ჩვენ ერთი რამე გადახედე შენს ირგვლივ ადამიანებს, ისინი ღმერთმა მოგვანდო. ჩვენ სრულყოფილები მეგობრებო არ ვართ. ამიტომ ხარ თუ არა კმაყოფილი შენი მოწოდებით, შენი მისით და იმ ხალხით, ვინც ღმერთმა მოგანდო. ანდა ვის შორისაც ღმერთმა მოგათავსა, ვისწავლოთ კმაყოფილება და ნუ ეცდები ვიღაცების გასრულყოფილებას. ეს არ არის ჩვენი საქმე. ჩვენი საქმე არ არის ვიღაცები ვაქციოთ სრულყოფილებად. ჩვენი საქმე არის ვემსახუროთ უფალ ჩვენ ღმერთს და მსახურებაში ქვაზე ილესებაო, გაგიგიათ, დანაზე ლესავენ ხშირად. მსახურებაში ხდება ჩვენი ჩამოყალიბება იმად, ვინც ღმერთმა გამსაზღვრა. ანუ არ შეიძლება უკმაყოფილო იყო შენი გუნდით, არ შეიძლება უკმაყოფილო იყო იმით, ვინც ღმერთმა მოგვანდო. დასვი ეს კითხვა შენს თავთან, ყოფილი ხარ? ბედნიერად გრძნობ თავს, რომ ეს ხალხი ხავს ირგვლივ. მეორე, რაზედაც უნდა გავამახვილოთ ჩვენი ყურადღება და ამას დიდ დროს ვერ დაუთმობთ. ეს არის ჩემი ქორწინება, შენი ქორწინება. კმაყოფილი ხარ თუ არა შენი ქორწინება. ეძებ თუ არა ბედნიერების მარგალიტებს შენ ქორწინებაში. იცი, ხშირად ადამიანები ეშმაკი ცდილობს გაამუქოს რაღაცეები ჩვენ ცხოვრებაში და ხშირად მე მეტს ვიმსახურებდი. მე შეიძლება მე ისეთი ხალხი მეძლეოდნენ. ეს არის ეშმაკის აზრები, ჩემო მეგობრებო. ეს არის ეშმაკის აზრები და უნდა ვეძებო. იცი რატო ვლაპარაკობ დღეს კმაყოფილებაზე? ეს ერთ-ერთი საჩუქარია ღმერთისა, რომ მე მინდა ამ დედამიწიდან ბევრი გამოწვევის და ბევრი ბრძოლების და მიუხედავად მინდა ბედნიერ ადამიანად გარდავიცვალო და წავედი აქედან არა უკმაყოფილო და გაბრაზებული და განრისხებული და გაღიზიანებული. მე მინდა ბედნიერი წავედი აქედან. თუმცა ჩვენ დროდადრო ბრძოლები გვიწევს. თუმცა ჩვენ დროდადრო გვიწევს რაღაცეების მტკიცება უაზრო რაღაცეებში, მაგრამ ღმერთს უნდა რომ აქედან ბედნიერი წავიდე. დატკბი შენი სიყრმის ცოლით, ასე ამბობს წმინდა წერილი, ქებათა ქებას წიგნი. დიდება უფალ ღმერთს.
ამიტომ ერთი რამე იცოდე, შემთხვევით არაფერი ხდება დედამიწაზე. იცით, მე ხშირად დამისვია შეკითხვა, დედამიწაზე დაბადებულან ადამიანები, რომლებიც გაუპატიურების შედეგად დაიბადნენ. ეს არ ყოფილა სიყვარულით შექმნილი ოჯახი. თქვენ როგორ ფიქრობთ, ის შემთხვევით დაიბადა? არა. არა. მის ცხოვრებაზეც კი ღმერთს აქვს გეგმა. ეს უნდა ვიცოდეთ. შემთხვევით დედამიწაზე არაფერი ხდება. და თუ შემთხვევით დედამიწაზე არაფერი ხდება, არც შენი ოჯახი შექმნილა შემთხვევით, არც ჩემი ოჯახი შექმნილა შემთხვევით. და ერთია მე ნაკლების ძებნას დავიწყებ და უკმაყოფილობის გაღვივებას დავიწყებ, თუ კმაყოფილების მარგალიტების ძებნას დავიწყებ და შეგროვებას. და აღფრთოვანდები იმით, ვინც ღმერთმა მოიყვანა ჩემს ცხოვრებაში და მადლიერი წავალ აქედან იმისთვის, რაც ღმერთმა მოიმოქმედა ჩემს ცხოვრებაში. და ოჯახები ხშირად ინგრევა ზუსტად იმის გამო, რომ ჩვენ ვერ შევეთვისეთ ერთმანეთს. ეს იმიტომ, რომ ეშმაკის მოსმენა დაიწყე ძალიან ბევრი შენს ცხოვრებაში. ღმერთისთვის რომ მოგესმინა, სიტყვისთვის რომ მოგესმინა, რაღაცებს გაამყარებდი, რაღაცებს გავამყარებდი, სხვა მდგომარეობაში გადავიდოდ. ეს ორი რაღაცა ყურადღებით იყავ. პირველი მე ვილაპარაკე, კმაყოფილი ხარ თუ არა მოწოდებით და მისიით. ხშირად რომ მომისმენია რაღაცეებით, ღმერთს შეეშალა რომ აქ მოვხვდი, ღმერთს შეეშალა რომ მე ამ ეკლესიაში მოვხვდი, აქ მომიყვანეს. მე ხშირად მომისმენია აზრი, ადამიანებს ისა უთქვათ, ვინ დამინახარო? მე ვისაც უნდა დავენახე, მან დამინახა. დიდება უფალს. ღმერთმა იცის შენი მსხვერპლით და ღმერთმა იცის ჩემი მსხვერპლით. ეხლა დათვალაპარაკობდა შესაწირავზე. ნებისმიერი შესაწირავი, რაც წლების განმავლობაში გაგიკეთებია, დაკარგული არ არის, ღმერთმა იცის. არაფერი არ არის დაკარგული. ნებისმიერი ჭურჭელი რო დაგირეცხია და საერთოდ რო აღარ გახსოვს, ეს ღმერთს ახსოვს, იცოდეთ. და თავის დროზე მოიმკიდკიდեց. ასე ამბობს წმინდა წერილი. მე მინდა პირველი გადახედო და ნახო, გაიხედო შენ სირგვლივ. მე ამას ჩემ თავს ველაპარაკები, თქვენ არ გელაპარაკებით და ვინმეს მიმართ არ ვლაპარაკობ. პირველ რიგში ჩემი თავის მიმართ ვლაპარაკობ. მე მადლობა მინდა ყოველდღე უთხრა ღმერთს თქვენთვის. რომ თქვენ შორის მომათავსა ღმერთმა. ეს იმას არ ნიშნავს, სადაც ადრე მსახურობდი, უბედური ვიყავი. არა, იქაც ძალიან ბედნიერი ვიყავი. მაგრამ ღმერთმა განსაზღვრა ისე, რომ აქ ყოფილიყავი თქვენ შორის. მე არ ვიცი ხვალ სად ვიქნები. და რა მდგომარეობაში და სად გამიშვებს ღმერთი, მაგრამ მინდა სადაც ღმერთი გამაგზავნის. ყველაფერი ეს მივიღო როგორც მისი საჩუქარი ჩემს ცხოვრებაში. ღმერთის საჩუქარი კი არის საუკეთესო და კეთილი. ჩემთვის პირველ რიგში დიდება უფალს. მე ყოველი წუთისთვის და წამისთვის თქვენ შორის გატარებული მადლიერი მინდა ვიყო ღმერთის. დიდება უფალს. თუმცა თქვენ ციცით, რომ ჩვენი ცხოვრება არ არის მარტივი. ხშირად ვერ შევთანხმებულ ვართ რაღაცაზე, ხშირად გვითქვამს რაღაც, ხშირად თქვენ არ ყოფილხართ კმაყოფილი ჩემი საქციელით, ხშირად შეიძლება მე არ მომწონებია თქვენი საქციელი, მაგრამ ეს ცხოვრებაა ძვირფასებო. დიდება უფალს. ეს არ განსაზღვრავს ჩვენ დღევანდელ და ხვალინდელ ბედნიერებას. გასაგებია? პირველი, ჩვენ უნდა ვეძებოთ კმაყოფილებას. დიადი შენაძენია. წმინდა მოციქული ამბობს, ღვთისმოსაობა კმაყოფილებასთან ერთად. მესამე, კმაყოფილი ვარ თუ არა ჩემი შემოსავლით. თქვენ გონიათ ღმერთს რამე ეშლება? ღმერთს ჩვენთვის მოცემის პრობლემა არ აქვს. ეს პასტორი ხვიჩა ლაპარაკობდა ამას ძალიან ბევრს. არ აქვს, ჩვენ ხშირად ვწუწუნებთ, აბა ჩვენ ამ დღეში უნდა ვიყოთ. მე წინა მსახურებაზეც ვახსენე. პირობითია ყველაფერი. ის სადაც ახლა თქვენ ზიხართ, ის რაც ჩვენ გვაქვს, ის რა ატმოსფეროში და ჩვენ ვართ. ჩრდილოეთ კორეაში ეს ადამიანებს არ დაესიზმრებათ. და ადამიანები რომ ასეთ ატმოსფეროში მოხვდნენ, იფიქრებენ რომ სადღაც აგენტებს შორის მოხვდნენ ალბათ. იმიტომ რომ ისინი გალობითაც ვერ გალობენ ხმამაღლა. გაქვთ ფილმი ნანახი ჩინეთის გოდება. გაქვთ ნანახი. როცა მორწმუნეები იკრიბებიან და ქვებზე სხედან, უხმოდ რო გალობენ. საგალობლის ნომერებს ამბობენ და გულში გალობენ. იმიტომ რომ ხმამაღლა რო იგალობოთ, დააპატიმრებენ. მადლობა ღმერთს, სად ვართ? რა მოგვანდო ღმერთმა? მადლობა ღმერთს ყველა იმ საშუალებისთვის, რაც გვაქვს. ღმერთს არაფერი ეშლება. ღმერთს არაფერი ეშლება. მეოთხე, ჩემი ქონებით
არა ჩვენ სულ ყოველთვის გონია რომ ღმერთი შეეშალა ჩვენ მეც ვიმსახურებდით ჩვენ მეტი უნდა გქონოდა მოდი ვეძებოთ კმაყოფილების მარგალიტებს ჩვენ ცხოვრებაში დიდება უფალს რამდენად ვარ კმაყოფილი არა ჩემი სტანდარტებით და ჩემი შეხედულებით არამედ იმ სტანდარტებით რაც ღმერთმა დაადგინა ჩვენ ცხოვრებაში მოდი ეხლა უნდა გადავიდეთ უკვე ძველ აღთქმაზე ეკლესიასტეს წიგნი პირველიდან 12 თავია სულ იცით ალბათ მე ერთი დავალება მინდა მოგცეთ კარგად წაიკითხეთ ეკლესიასტეს წიგნი პირველი თავიდან 12 თავის ჩათვლით როცა სახლებში მიხვდით ეკლესიასტე ზუსტად ამ თემას იკვლევს ეკლესიასტეს 12-ვე თავი ამ თემის გამოკვლევაა ეკლესიასტე იცით რომ ეს არის სოლომონ ბრძენი რომელმაც ეს წიგნი დაწერა ამის ავტორი არის მეფე სოლომონი რომელმაც ეს წიგნი დაწერა და ამ წიგნში ზუსტად ამ თემას იკვლევს და თუ დავიწყებთ ეკლესიასტეს პირველი თავის მეორე მესამე მუხლები ამბობს ამაოებათა ამბობს ეკლესიასტე ამაოებათა ყოველივე ამაოება რა სარგებელი აქვს ადამიანს მთელი მისი შრომისაგან მზის ქვეშეთში რომ ეწევა დინება უფალს და ეკლესიასტე ამ თემას ძალიან მრავალჯერ შევეხებით ამას კიდევ ერთი ქვესათაური მინდა შემოგთავაზოთ და მოინიშნოთ მე მინდა ეხლა ვილაპარაკო კმაყოფილების მკვლელებზე ანუ რა ეწინააღმდეგება ხშირად ჩვენ კმაყოფილებას და კმაყოფილების ნაცვლად და ბედნიერების ნაცვლად რა გვხდის ხშირად დათრგუნულებად რატო ვერ გუძნობთ თავს ხშირად ბედნიერად რატო ვერ მსახურობ რატო ვერ ვსიამოვნებ მსახურებით რატო არ ვარ ბედნიერი ხშირად ჩემი სამსახურით რატო არ ვარ ბედნიერი ხშირად ბევრი რაღაცეებით მე დღეს ამ რამდენიმე სფეროს შევეხები და შეგიძლიათ მოინიშნოთ პირველი კმაყოფილების მკვლელი ეს არის ჯანმრთელობა და დღეთა ხანგრძლივობა ხშირად ადამიანები თუ რაიმე უძლურება გაჩნდა მათ სხეულში ძალიან უბედურად გრძნობენ თავს თუ რაღაცა ისეთი ვაიმე ხბერთო ჩემო ეს რას ნიშნავს საიდან მოხდა ეს რატო უნდა ყოფილიყო ასე რატო უნდა დამმართნოდა ასე ხბერთო და ხშირად ადამიანი იწყებს საკუთარი თავის შეცოდებას კიბო კუბო ხედავს თავის გასვენებას და ძალიან უბედურად გრძნობს თავს ერთი რამე იცოდეთ ხომ არ გონიათ ღმერთს რამე ეშლება ღმერთს არაფერი ეშლება ღმერთმა იცის ჩვენი ამ დედამიწაზე მოსვლის დროც და წასვლის დროც. და რატო გონია რომ ეს დედამიწა წყვეტს ყველაფერს? და თუ აქ მე დავრჩები 300 წელი ყვავივით, მაშინ ვიქნები ძალიან ბედნიერი. რა მნიშვნელობა აქვს ამ დედამიწაზე რამდენ ხელს სიცოცხლებ? თავარი ის არის შეასრულებ თუ არა იმას, რისთვისაც ამ დედამიწაზე ხარ მოვლენილი. ერთი კარგი ქართული ლექსი გვაქვს, რომ შეიქმნები ასაკის ერთი რამ უნდა გაიგო, რისთვის მოხვედი ამ ქვეყნად, ანიქ რა უნდა წაიღო. იცით, ერთი ფილმი, რომელიც ჩვენ ადრე ვიდეოთეკაში გქონდა და ეხლა ვიდეოთეკას აღარ ვიყენებთ ის, ამიტომ რომ აღარავის სჭირდება, ამიტომ რომ სავსეა სოციალური ქსელები და გვაქვს ბევრი სხვა საშუალება, აღარ გვჭირდება კასეტებისა და დისკების ან სხვა საშუალებების დაგროვება. არსებობს ასეთი ფილმი, ჯონი ქვია ამ ფილმს. ეს არის ახალგაზრდა გოგონაზე, რომელიც მორწმუნე ეკლესიის წევრი ახალგაზრდული მსახურების წევრი წყალში გადახვდა უხერხულად რკინას დაეცა დაიზიანა ხერხემალი და მთელი ცხოვრება დღესაც ცოცხალია ეს ქალბატონი უწევს სავარძლით გადაადგილება მთელ სხეულზე მარტო მარცხენა ხელის ორთით სამოძრავებს მეც ვერაფერს მთელი სხეული პარალიზებული აქვს კისერს ქვევით ადამიანი არის პარალიზებული მარტო მარცხენა ხელის ორთით სამოძრავებს და იცით იქ აღწერილია ამ ქალის ცხოვრება რამდენჯერ ეცადნენ რამდენი კონფერენცია რამდენი მსახურება რამდენი ფუჭი იმედი რომ ღმერთი გაგკურნავს ღმერთი შეგეხება მის ცხოვრებაში არ მოხდა არაფერი გახსოვთ და ბოლო წლებიც არის ნაჩვენები როცა ეს ქალბატონი თავისი ეტლით გამოდის დიდ კონფერენციაზე და ზუსტად ბედნიერებაზე და კმაყოფილებაზე ლაპარაკობს და იმედზე ლაპარაკობს ან დავიღოთ ცნობილი კოუჩი მქადაგებელი ნიკ ვიუჩიჩი რომელიც ხელებისა და ფეხების გარეშე დაიბადა ხო აქვს ძალიან ბევრი მიზეზი უკმაყოფილების და უბედურების რომ უბედურად იგრძნოს თავი
მე ერთი რამე მინდა გითხრათ. პირველი საკითხი, რასაც ვეხებით, ჯანმრთელობა და დღეთა ხანგრძლივობა, ეს შეიძლება გახდეს შენი კმაყოფილების ერთ-ერთი მკვლელი. მუდამ უკმაყოფილო იქნები, მუდამ გექნება რაღაცე, მუდამ სტრესი გექნება, ვაიმე ნაოჭი გამიჩნდა, ვაიმე 2 კილო მოვიმატე, 3 კილო მოვიმატე, რაღა მეშველება. პირველი მოინიშნეთ და თქვენ შეგიძლიათ მერე განავრცოთ. პირველი კმაყოფილების მკვლელი შეიძლება იყოს ჯანმრთელობაზე დევნა და დღეთა ხანგრძლივობა. იცი მე უნდა გავიხანგრძლივო ცხოვრება, მე დიდ თანხებს დავხარჯავ, დიდ რაღაცეებს დავხარჯავ და როცა საბოლოო ჯამში ძალიან ხშირად მოსვლან პასტორ რატო უნდა იყოს ესე მე მტკივა. იცი მე მუხლები მტკივა უკვე, იმიტომ რომ მე აღარა ვარ 20 წლის. მე ვეღარ ვახერხებ იმ სამუშაო შესრულებას, რასაც ახალგაზრდობაში ვაკეთებდი, მაგრამ არ შეიძლება მე ამასაკშიდაც კი მინდა ბედნიერი და კმაყოფილი ვიყო. და კიდე 20 წელი რო გავა, თუ უფალი ინებებს რომ ამ დედამიწაზე ვიყო, მე მინდა ბედნიერი და კმაყოფილი ვიყო, ჩემი უძლურებებითაც კი სახსრები რო ამტკივდება, ჭრაჭუნს რო დავიწყებ, ამითაც კი მინდა კმაყოფილი და ბედნიერი ვიყო. და უთხრა ღმერთო მადლობა ამასაკისთვის რომ ეს მოვიდა ჩემ ცხოვრებაში, იმიტომ რომ მე ვიცი რომ ვუახლოვდები კიდე უფრო დიდ ბედნიერებას, ამ წუთისოფლიდან გასვლის ბედნიერებას, იმიტომ რომ სიკვდილი, ბუნებრივი სიკვდილი, ეს არ არის უბედურება, ეს ბედნიერება არის, დიდება უფალს. იმიტომ რომ წმინდა მოციქული პავლე ასე ამბობს წმინდა წერილში, რომ ჩემთვის სიცოცხლე ქრისტეა, სიკვდილი მონაგები, მირჩევნია, გავიდი აქედან და ქრისტესთან დავბინავდე, მაგრამ აქ თუ არ აქ მისიისთვის ვარ. და ღმერთმა იცის ყველა ჩემი საშუალება. ღმერთმა იცის რომ დამახველა თუ დამაცემინა. ყველაფერი იცის ღმერთმა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს დაუდევრები ვიყოთ. და თუმცა ეს იმას არ ნიშნავს თავი მოვიკლათ დაუდევრობით, არა, მაგრამ დევნა ამ რაღაცაზე და ამ სფეროზე არ მოგცემს კმაყოფილების საშუალებას. პირიქით, ძალიან უბედური იქნები, იმიტომ რომ ნაოჭი გაგიჩნდა. მერე რა თუ ნაოჭი გაგვიჩნდა? მერე რა თუ ისეთი აღარა ვარ, რაც 20 წლის წინ ვიყავი? თავარი პიროვნებაა და შინაგანია, დიდება უფალს. მეორე, რასაც მინდა რომ შევეხოთ. სხვადასხვა ამ მუხლზე ჩაიწერეთ ეკლესიასთვის მეოთხე თავის მეორე მესამე მუხლები. ცოცხლებზე უფრო იღბლიანად მკვდრები ჩავთვალე, რომლებიც უკვე დაიხოცნენ. იმათზე მეტად დღემდე ცოცხლები რომ არიან, ამ ორზე კარგად კი ის არის, ვინ ჯერ არ გამოჩენილა, ვისაც არ უხილავს ის ბოროტება მზის ქვეშეთში რომ ხდება. მეორე პუნქტი, მეორე მკვლელი კმაყოფილების. ეს არის ყალბი მიზნები. ყალბი მიზნები. იცით მე ძალიან ხშირად მინახავს ეს, როცა ადამიანის ცხოვრებაში ჩდება მიზანი. მე უნდა გავხდე ღვთისმეტყველების დოქტორი. და დავიწყებ ძალიან დიდი ფასების გადახდას. დავიწყებ ამ მიზნის მიღწევას. მე ვნახე უამრავი ადამიანი, ჩემ ცხოვრებაშიდაც მინახავს მსგავსი რაღაც მიზნების მიღწევა. დავისახე მიზანი და მე უნდა მივახციო ამ მიზანს. და ხშირად ეს მიხდება ჯანმრთელობის ფასად, ფსიქიკის ფასად, ყველაფრის ფასად, ვანგრევ ჯანმრთელობას, ვანგრევ ურთიერთობებს, ვანგრევ ვაფუჭებ ყველასთან ურთიერთობას, იმიტომ რომ ძალიან დიდი რაღაცეების გადახდა მიწევს. ვახწევ მიზანს და ხვდები, რომ ამაოება, თურმე ეს არაფერი არ ყოფილა. ერთ კაცზე მოგიყვებით, მას ერქვა პავლე, ოღონდ ეს არ იყო მოციქული პავლე. ეს ნამდვილი ამბავია. ეს იყო ერთ-ერთი პატარა ეკლესიის პასტორი. 25 წელი ქონდა მიზანი, უნდა გამხდარიყო ღვთისმეტყველების დოქტორი. 25 წელი მოუნდა ამას, დაწერა დისერტაცია, რა ვიცი, იწვალა, დიდი ფასები გადაიხადა, ძალიან დიდი ფასები. და ბოლო მიაღწია მიზანს. და როცა მიაღწია მიზანს და მეორე დღეს უნდა დანიშნულიყო უკვე სადოქტორო კომისია და უნდა გაეტანა თავისი ნაშრომი, რომ ემსჯელა უნივერსიტეტს, რომ მიენიჭებია თუ არა მისთვის ღვთისმეტყველების დოქტორის ხარისხი, საღამოს რომ სანამდე დაიძინებდა, ადგა ილოცა, უფალს უნდა ჩააბაროს ყოველივე და უფალს ეუბნება ღმერთო, გაბარებ შენ ამ დღეს, გაბარებ ამას და უეცრა თავის გულში გაიგონა ხმა, პავლე, ჩემი გჯერა, ჩემი გწამს. რა თქმა უნდა ღმერთო, მე წამში. მომეცი შენი დისერტაცია. პავლეს იცი რა დაემართა. ღმერთო, ოღონდ ეს არა.
ავღანეთში წავალ, ჩრდილოეთ კორეაში წავალ, სადაც გამაგზავნი წავალ, ოღონდეს არა. მაგრამ მეტი არაფერი არ გაუგონია. იქ აღარ ყოფილა ახსნა განმარტება. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც ხშირად ახსნა განმარტებას ვაბარებთ. იმიტომ, იცი ეს იმიტომ გავაკეთე, იცი განა ღმერთს უფრო არ გამოვადგები ამ საქმით. ხშირად ვამბობთ, იმიტომ წავედი ამაზე რომ მინდოდა, იმიტომ ავაშენე ეს ბიზნესი, რომ მე ღმერთისთვის მინდა ეს ყველაფერი. მე მინახავს ადამიანები წავიდნენ, იცი იმ ღმერთს რო უფრო გამოვადგე, მოდი ახლა წავალ და ამას გავაკეთებ. მე ღმერთს უფრო გამოვადგები, აი ეს სახლი რომ ექნება, ღმერთს უფრო გამოვადგები. არსებულიდან გამოვადექი, ის ჯობია, ვიდრე qalbi მიზნები დაისახოთ ცხოვრებაში. და პავლეც ამბობს, მთელი ღამე ტირილში, ბღავილში ღმერთო გეხვეწები ამ ოღონდეს არა, მაგრამ მეტი არაფერი აღარ გამიგონიაო. ყველა ჩემი ახსნა განმარტება, ყველა ჩემი მიზეზი, ყველა ჩემი მივხვდი, რომ ეს qalbi იყო ყველაფერი. დილაზე ავდექი, ცრემლებით ავკრიფი ნომერი, დავრეკე სადოქტორო კომისიაში და უთხარი რომ მე არ მივიდოდი გამოცდაზე. რომ ჩემი სადოქტორო ხარისხი არ იქნებოდა. და საღამოს ჩვენ ეკლესიაში იყო პატარა ლოცვითი მსახურება დანიშნული. მე ასეთი მგლოვიარე, ასეთი ატირებული რომ ჩემ სადოქტორო ხარისხზე ვთქვი უარი, წავედი ეკლესიაში საღამოს ლოცვის მსახურებაზე. მაგრამ რაც იქ მოხდა და რასაც იქ ხედავდი, არასოდეს ცხოვრებაში არ მინახავს. მე ვნახე როგორ ჩამოვიდა ღმერთი მსახურებაზე. როგორ მოქმედებდა სულიწმინდა მსახურებაზე. ეს კაცი წერს ამას თვითონ. იცი განა ღმერთი მტერია, ჩვენი ღმერთს უნდა წაგვართ. არა, არის qalbi მიზნები, რომლებიც მკვლელები არიან ბედნიერების. რომლებიც დაგინგრევენ ყველაფერს, გამოგაცლიან ყველაფერს, გამოგფიტავენ. დაქტოვებენ ცარიელს და არაფრისთვის გამოსადეგი აღარ იქნები. არის qalbi მიზნები, რომელსაც შეწირავ, კიდე ერთხელ ვიტყვი, ჯანმრთელობას, შეწირავ ფინანსებს, შეწირავ დროს, შეწირავ თანხებს, შეწირავ ოჯახს. იცი, რატომ ხშირად ვეუბნები ახალგაზრდებს, ღმერთს უნდა რომ რაღაცას აშენებდე. ღმერთმა რატო შექმნა ქალი და კაცი? ღმერთმა თქვა ადამიანზე არ ვარგა ადამიანის მარტოდ ყოფნა, შეუქმნი მას რომ შემწეს მის შესაფერის. რატო რა ადამი ისე მშვენიერურად გრძნობდა თავს? დღეს რო უყურებ ამ რაღაცას, აქ ზიხართ ბევრი და იფიქრეთ ამაზე. იცი რატო არ იქმნება ხშირად? მიზანი მაქვს, მე სამცალია ქმარისთვის. ეხლა მაგას ურეცხენასკები. არა და ღმერთი სწორედ ამიტომ მოგიაზრებს. ღმერთი შენში ხედავს დედას. ღმერთი შენში ხედავს მეუღლეს, თუნდაც მამაკაცები. ღმერთი ხედავს თქვენში, რომ თქვენ თავები გახდებით. რაღაცას უხელმძღვანელებთ, რაღაცაზე პასუხისმგებლობას არ, ვიღაცას გაუგებთ, ვიღაცის სისუსტეს მოითმენთ. ვიღაცას დაეხმარებით, ვიღაცას წამოაყენებთ, მაგრამ არა, მე მიზანი მაქვს. მე აი ამ მიზანს რომ მივახწევ, მე შეიძლება ვიფიქრო და იმ მიზანს მივახწევ გამოფიტული, ჩუჩელა, არაფრისთვის რო აღარ ვარგივარ. და იმასაც ხვდები, რომ ესეც qalbi ყოფილა თურმე, არაფერი ბედნიერება მან არ მოგიტანა. იცი როცა ზეცაში მივალთ, ვერ წავიღებ ჩვენს დიპლომებს. ვერ ჩვენ წოდებებს ამ დედამიწაზე. რა გერქვა დოქტორი, დოცენტი, თუ კიდე რა წოდებებია. მე არ მინდა, მე განათლების წინააღმდეგი არ ვარ. მე ვარ და ერთ რამეზე მინდა გაგაფრთხილოთ. qalbi მიზნები დაგინგრევენ ცხოვრებას. დაგვინგრევენ ცხოვრებას. იცი, ეკლესიაში ვართ მეგობრებო, ღმერთმა ჩვენ შექმნა იმით, რომ ვემსახუროთ უფალ ჩვენ ღმერთს, როგორც გამოსვლის წიგნში მოსეს უთხრა ღმერთმა. ემსახურეთ უფალს თქვენ ღმერთს, გიკურთხებთ ის პურსა და წყალს და არ გაიჭაჭანებს თქვენში ავადმყოფიო. თვითონ მოსეს ცხოვრება აიღეთ. მოსეს ცხოვრებაში იყო მიზანი და მას შეეძლო ამ მიზნის მიღწევა. ის იყო ძალიან წარჩინებული პიროვნება ეგვიპტის ფარაონის კარზე. იცით რომ ფარაონი თუ არა, პრემიერ-მინისტრი შეეძლო გამხდარიყო.
ერთ-ერთი ფილმი არსებობს მოსეზე გადაღებული. თურმე ეგვიპტეში იყო ასეთი ტრადიცია, რომ ფარაონი ჯერ არ იყო ცნობილი, მაგრამ ფარაონის ცოლი უკვე ცნობილი იყო. წინასწარ იყო განსაზღვრული. ერთი გოგონა, რომელიც ფარაონის ცოლი უნდა გამختارიყო. და ამ გოგოს მოსე უყვარს. ფილმში ჩანს ეს. ეს გოგო მიდის მოსესთან და ეუნევა ისე ნუ გააკეთებ, რომ რამზესის ცოლი გავხდეო. მე მინდა რომ შენი ცოლი გავხდე. მოსე მიცის ამ დროს რომ ფარაონი ისა ებრაელია და მოსე ამბობს არა მე ჩემი ერს უნდა დავეხმარო. ეს გოგო ეუნევა რა სისულელეს ამბობ. გახდი ფარაონი, მე უფრო არ დაეხმარები? მე უფრო არ დაეხმარები შენ ერს? გახდი ფარაონი, დაისახე ეს მიზანი, წადი ამ მიზნისკენ. მე ფარაონი უფრო არ დაეხმარ, ღვთისმეტყველების დოქტორი რო გავხდები. და აქ რო გამოვალ ახლა კათედრასთან და რომელმან რამე თუ და მე უფრო კარგი პასტორი არ ვიქნები? არსებულში თუ არ შეგიძლია კმაყოფილება, იმითაც არავის არ გამოადგები. გასაგებია? მილიონს რო ვიშოვი, აი მე ნახეთ ჩემი შესაძირავი, მანამდე დამაცადეთ. აი მილიონს რო ვიშოვი, მე ნახეთ ჩემი შესაძირავები. ერთ გოგონას უთხრეს თურმე $1000 რო კონდეს ღმერთ შეწირავ, შევწირავ უთხრა, დიდება უფალს, რა თქმა უნდა. 500-იო, 500-ად შევწირავ. 100-ად შევწირავ, 10 არაო. რა 10 მაქვსო. სულ ყოველთვის ადვილია შესწირო ის რაც არ გაქვს. ღმერთს არ უთქვია შენთვის აი მილიონს რო იშოვი, მე შეწირე. $10 რო იქიდან შეწირე. ისწავლე კმაყოფილება დღეს და ემსახურე ღმერთს იმით რაც დღეს არის. და ყალბი მიზნები დაგინგრევენ ცხოვრებას. მე ხშირად მინახავს ადამიანები, მომისმენია 30 წელი აქვს დაგეგმილი, ხვალინდელ დღეს ვერ გეგმავ. მეგობრებო, ხვალინდელ დღეს ვერ გეგმავ. რა გავჩდი ასეთი? ხშირად ჩემთვის უთქვას, რა იცი ეს სიტყვა არ ვიცი. ხშირად მსაყვედურობენ ამაზე, რასწორ არ ვიცი სიძახი, არ ვიცი და რა ვქნა. არ ვიცი და რა ვქნა. არ გაუცხადებია ღმერთ ჩემთვის და რა ვქნა. მოსესაც ისაც სხვადასხვა ზეუნეოდეთ, მე რესაცავალთ არ ვიცი. როგორ არ იცი? გამოგვიყვანე ახლა არ იცი? და მოსემ არ იცოდა. მაგრამ მტკიცე იყო, თითქოს უხილავს ხედავდა. იცი რატო იყო მტკიცე? იცოდა ვინც გამოიყვანა. იცოდა ვინც მიუძღვებოდა. გასაგებია, იცოდა რომ მისი ხვალინდელი დღეს საუკეთესო იყო, ამიტომ დღეს არ ვიცი ხვალ რა იქნება, მაგრამ ის ვიცი რომ ის იქნება. ის იქნება ჩემთან და რაღაც ის იქნება ჩემთან, ყველაფერი საუკეთესო იქნება. ეს არის რწმენა. ვიდრე ის რომ მე 30 წელი ვიცი უკვე ჩემ ცხოვრებაში, მიზნები მაქვს. 30 წელი. ეს არის ყალბი მიზნები, რომელიც დაგენგრევა თავზე ხშირად. ან შენ დაგანგრევს მთლიანად. შეიძლება მიაღწიო, მაგრამ არაფრისთვის გამოსადეგი აღარ იქნები. ხშირად არის მიზნები, რომელსაც ღმერთი იძლევა. ყურადღებით უნდა იყო. რომ უშნოდ არ გააკრიტიკო ვიღაცა. მაგრამ არის ყალბი მიზნები, რომელიც დაანგრევენ ყველაფერს შენ ცხოვრებაში. და შეიძლება, იცი, გაიხედავ და რა შეგეძლო ღმერთისთვის გეკეთებინა და მოწყდი და წახვედი სადღაც მიზნების მისაღწევად და რა დაგრჩა ხელში. შეიძლება ასშენო ფინანსური იმპერიები, გარდაიცვალო და აქ დატოვო ყველაფერი და დარჩეს ვიღაცების ხელში. იცით, იყვნენ ადამიანები, რომლების ხელშიდაც მილიარდები მოხდა, ყალბი მიზნები და გარდაიცვალენ აბსოლუტურ მარტოობაში, როცა შეეძლოთ სათა სამეფოსთვის დიდი საქმეები ეკეთებინათ. გასაგებია? მე ხშირად მომისმენია, აი მე როგორც გადავწყვიტავ, იცი ძალიან დიდი ტყუილია. არასოდეს არ მინდა მე როგორც გადავწყვიტავ, სულ ყოველთვის მინდა უფალს მოусმინო ჩემ ცხოვრებაში. წმინდა ხავით უფალი რომ ქრისტე როგორც უფალი თქვენში, ასე ამბობს წმინდა მოციქული პეტრე. კიდევ ერთი პუნქტით მინდა რომ წავიწიოთ წინ, როცა ორიენტირებული ხარ, არის ესეთი გამოთქმა, ალკოჰოლიკი. გაგიგიათ? ვინ არის ალკოჰოლიკი? ვინც ალკოჰოლში პოულობს შვებას. მას არ შეუძლია რო არ დალიოს. ეს არის ალკოჰოლიკი. არიან ნარკომანები. ერთხელ ერთმა პიროვნებამ თქვა, თუ არიან ნარკომანები, ხო შეიძლება ქრისტიანები იყვნენ. კი, ეს კარგია. არიან ალკოჰოლიკები, მაგრამ იცით რომ არიან შრომაჰოლიკები. აი შრომა არის მათი, რა იცი, როგორც დამოკიდებულები ხდებიან შრომას, არ შეუძლია სხვანაირად.
სულ არის ფუსფუსი, სულ არის რაღაცა და იცით რა არის? თუ ვიღაცა ნახა რომ ისვენებს, აღიზიანებს. იცი არ შეიძლება ადამიანი გახდეს შრომახოლიკი, თუმცა არ შეიძლება ზარმაცი იყო. ეს უფრო ცუდია. ზოგს გონია მცონარობა არის კარგი. იცი იგავთა წიგნი არის მაღალი იუმორის წიგნი. ზარმაცმა თქვა ქუჩაში ლომიაო. თავიდან მუხლი აღარ მახსოვს, მაგრამ ეს წერია. ზარმაცმა თქვა ქუჩაში ლომიაო, გარეთ არ გავარო, იმიტომ შემჭამსო. მეგობრებო, არიან ადამიანები, რომლებიც მიღწევებს მისდევენ. აი მე ამდენს მივახციე, მე შევძელი, ხედავ, ბინა ვიყიდე. ნახე სახლი ვიყიდე, ნახე რა მაგარი მანქანა ვიყიდე, ნახე რა მაგარი მობილური მაქვს. მიცი, ნახე ბრენდული ტანსაცმელი მაცვია, მეორადებში ნაყიდები მაცვია. დიდება უფალს. და ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემთვის ეს საერთოდ არ არის პრობლემა. იცით რატომ მინდა ეს გითხრათ? არიან ადამიანები, რომლებიც მიღწევებს მისდევენ. გონიათ რომ აი რომ მიაღწევენ ამას. მიაღწევ და მიხვდები რომ ამაოება და ყველაფერი ამაოა. ეს მიღწევები არის ვირის წინ პიტნასავით, იმას სტაფილოსავით. ვიხრო წინ სტაფილოს დაუკიდებენ და მისდევს და ვერასდროს ვერ იჭერს. იცი ხშირად ჩვენ ასე ვხვდებით, გვაქვს მიზანი, მივახციე ამ მიზანს ახალი მიზანი გაჩნდა, მივახციე იმას კიდე ახალი გაჩნდა და გაირბინა ცხოვრება. გაირბინა ცხოვრებამ, დაიკარგა ბედნიერება, დაიკარგა, იცი, გაუშვი ბევრი შანსი, დაუკარგე მეგობრები, დაუკარგე ნათესავები, დაუკარგე ახლობები, დაუკარგე მსახურება. გავხდი უცხო. და ერთი ბუზღუნა გაღიზიანებული, გაბრაზებული მოხუცი შევრჩი ადამიანებს ხელში. ღმერთს არ უნდა ეს. ერთი რამე იცოდეთ, დიადი შენაძენია ღვთისმოხსაობა კმაყოფილებასთან ერთად. კარგით, კიდე ერთი პუნქტით წავიწიოთ წინ. ქონება და სიმდიდრე. ერთ-ერთი კმაყოფილების მკვლელი შეიძლება გახდეს ქონება და სიმდიდრე. როცა ადამიანი არ არის კმაყოფილი იმით, რაც აქვს. კიდე გეუნებით, კარგი გაგებით, შეიძლება კმაყოფილი არ ვიყო, რა თქმა უნდა, ვცდილობდე ჩემი პირობების გაუმჯობესებას, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს, ეს არ უნდა გახდეს რაღაცა ის დამთრგუნველი მიზანის შენ ცხოვრებაში. იმიტომ რომ პირველ ტიმოთეს წერილში მე-6 თავის მე-17 მე-19 მუხლებში წმინდა წერილი ამბობს: დიდრებს ამ წუთის სოფელში ამცნე, რომ არ გადიდგულდნენ. ნუმც მაცდურ სიმდიდრეზე დაიმედდებიან, არამედ ცოცხალ ღმერთზე, რომელიც ყველაფერს უხვად იძლევა გასახარად. ნახეთ, ღმერთი რატო იძლევა რაღაც, რომ გაიხარო. და მიტო კი არა რომ დაიძაბო. იცი როცა სტრესი ღმერთო არ მომპაროთ, ღმერთო არ დავკარგო, ღმერთო რაღაც არ, ღმერთო მიშველებს. ძილი რო დაკარგე ღამე. იცი ერთი რამე მინდა ვიცოდეთ. მილიარდებიც რო გაჩნდეს ჩვენ ცხოვრებაში, მოდი ვიყოთ ის რაც ვართ. იცი ერთხელ ვთქვი, ღმერთო, თუ დიდობის მსხვერპლი ეს არის, მე ვნახე ერთხელ ადამიანებში, ერთხელ მიმტკიცებდი, მე დიდები არიანო, დიდებია. მე თქვი, ღმერთო, თუ ეს არის დიდობა, არასდროს არ მინდა ვიყო დიდი. თუ ეს არის დიდობა, არასდროს არ მინდა ვიყო დიდი. არასდროს არ მინდა გავხდე ისეთი დიდი, რომ საჭირო რომ დავინახო ცოცხლზე ხელის მოკიდება. იცი, ვეღარ შევძლო ეს, იმიტომ რომ მე დიდი ვარ, არ მეკადრება. მინდა ძალიან მილიარდებიც რო გაჩნდეს ჩვენ ცხოვრებაში, ისეთივე უბრალოები ვიყოთ. როგორც დღეს ვარ. მე როგორ მეკადრება, როგორ შევძლებ ახლა მე მივიდე და ამათ ჩამოვართვა ხელი. ესენი ხო ჩემი დონის არ არიან. მეგობრებო, ზუსტად ეს არის იმ კმაყოფილებას, ესენი ანადგურებენ კმაყოფილებას. დიდი ფასების გადახდა მოგიწევთ. სხვათა შორის იცოდეთ, სოლომონ ბრძენი, როცა ვიზედაც ჩვენ ვამბობთ, ის იყო მდიდარი ერთად აღებული მარკ ცუკერბერგზე და ბილ გეიტსზე და ილონ მასკზე. სამივეზე რო გაგაერთიანებიათ, და სოლომონ ბრძენი მდიდარი იყო. 25 ტონა წელიწადში ოქრო შემოსდიოდა. მარტო ოქროს სახით დათვალეთ და ნახეთ. ეს სტატისტიკოსებმა დათვალეს. 25 ტონა წელიწადში მისი შემოსავალი ოქრო იყო მარტო. მისი ქონება რო აღწერეს, სოლომონ ბრძენის ქონება
4 ტრილიონ დოლარს აჭარბებდა. 4 ტრილიონ დოლარს. ილონ მასკზე ამბობენ, რომ თუ ასე გაგრძელდა მისი ბიზნესი 2030 წლისთვის შეიძლება იყოს პირველი ტრილიარდელი დედამიწაზეო. ჯერ არავინ არ დაბადებულა, ვინაც შეძლო ტრილიონი დოლარი დაეგროვებინა. ილონ მასკს აქვს ამისი პოტენციური შესაძლებლობა და სოლომონ ბრძენის ქონება 4 ტრილიონ დოლარად იყო შეფასებული თანამედროვე გამოთვლებით, არის შეფასებული. ის ყველა მათგანზე მდიდარი იყო, მაგრამ წაიკითხეთ ეკლესიასთეს სინგლი, ის ამბობს. მოდი წავიკითხოთ. ეკლესიასთეს მეორე თავის 19-16 მუხლები. სოლომონ ბრძენი ამბობს: გამდიდდი, გადავაჭარბე ყველას, ვინ ჩემზე წინ იყო იერუსალიმში და სიბრძნე ჩემი გვერდში მედგა, უარს არაფერზე ვეუბნეოდი ჩემს თვალებს. რაც არ უნდა მოესურვათ, არავითარი სიხარულისგან არ ვიკავებდი თავს, რადგან ხარობდა ჩემი გული მთელი ჩემი ნაშრომით და ეს იყო მთელი საზღაური ჩემი შრომისა. შემდეგ დავაკვირდი ყველა ჩემს საქმეს, რომელიც ჩემმა ხელებმა მოიმოქმედა, შრომას რომელიც გავწიე და აჰა, ყოველივე ამაოება და ქარის დევნა იყო. და არ არის სარგებელი მზის ქვეშეთში. მოვბრუნდი, რომ სიბრძნე, სიგიჟე და სიბრიყვე მეხილა, რადგან რა შეუძლია გააკეთოს კაცმა, ვინც მეფის შემდეგ მოვა, მხოლოდ ის, რაც უკვე გაკეთებულია და ვნახე, რომ სიბრძნე აღემატება სიბრიყვეს, ისევე როგორც სინათლე სიბნელეს, რადგან ბრძენის თვალები მის გონებაშია, ბრიყვი კი სიბნელესში დადის და მაინც ერთი ხვედრი ეწევა ორივეს, თქვი ჩემთვის, მეც და ბრიყვსაც ერთი ხვედრი გვაქვს. მას რაღაც ვიყავ სხვაზე ბრძენი და ვთქვი ჩემს გულში, ესეც ამაოება. არც ბრძენი ეხსომებად მარადიულად და არც ბრიყვი. ყველაფერი დავიწყებული იქნება მომავალ დღეებში. ბრძენიც ისევე კვდება, როგორც ბრიყვი. დიდი ფასები გადავიხადე. დიდი ქონება დავაგროვე. ფინანსური იმპერიები დავაგროვე, სხვათა შორის ერთმა ბრძენმა კაცმა, რომელიც მართლა ბრძენი აღმოჩნდა, ეს სტივ ჯობსი იყო, Apple-ის დამფუძნებელი. სტივ ჯობსმა თქვა, შეიძლება დიდი ფული იშოვო, მაგრამ ვერაფრით ვერ იპოვი ადამიანს, ვინ შენ მაგივრად მოკვდებაო. მართალია. შეიძლება კონდეს ძალიან დიდი ფული, მაგრამ ვერ იპოვი ადამიანს, ვინ შენ მაგივრად დაავადდება. ვერ იპოვი ასეთ ადამიანს. შენ თავზე მოგიწევს ამის გამოცდა. შეიძლება კონდეს ფული, მაგრამ აუცილებლად მიხვალ გარდაცვალებამდე. ვერ იპოვი ადამიანს, ვინც ამაში შეგენას ვერ იყიდი ამას. გამორიცხულია ეს. ამიტომ ქონება და სიმდიდრე კარგია. ეს ერთ-ერთი საჩუქარია ღმერთისგან. სხვათა შორის იცოდეთ, რაც დედამიწაზე რესურსი არის. რაც დედამიწაზე რესურსია, მე აღარ მახსოვს ახლა ზუსტად, სადღაც 70 მილიონამდე ერგება თითო დედამიწაზე მცხოვრებს, ყველაზე რო გადანაწილდეს. მაგრამ რატო არის ამ ხელა სიღარიბე? იმიტომ რომ ვიღაცებმა მიიტაცეს ეს და მტაცებლები არიან. იცი, დედამიწას აქვს საშუალება ყველა გამოკვებოს. მაგრამ იმიტომ რომ ვიღაცებს გონიათ, რომ რაც მეც დააგროვებენ, კიდევ უფრო მეტად ბედნიერები იქნებიან, ამიტომ აიღეს სხვისიც მიითვისეს. და არის ეს მეტნაკლებობა დღეს. დღეს დათოლაპარაკობდა ამას, ეკლესიას ცოტა სხვანაირად იყო. არავინ არ იყო მათ შორის გაჭირვებული. დიდება უფალს. ეს ის იდეალია, ეს ცათასამეფოს პრინციპია, საითკენაც წავალთ, როცა ყველგან და ყველაფერში ღმერთია. ყველგან უფალია. იქ არ არის უკმარისობა. იქ არ არის ვიღაცას უნდა და არ აქვს. ესეთი რაღაც არ იარსებებს. იმიტომ რომ ყველაფერი არასრულყოფილი განკარდებაო, ასე ამბობს წმინდა წერილი. მე აღარ მინდა დიდხანს ვილაპარაკო, რამდენიმე პუნქტს კიდე შევეხებით. მეხუთე პუნქტი. ეს არის პოპულარობა და აღიარება. იცით, ადამიანები მისდევენ პოპულარობას და აღიარებას. მე ერთ პიროვნებაზე გეტყვით. ცნობილი მომღერალი, ვიტნი ჰიუსტონი. იცით, ეს იყო პიროვნება, ვინც ღმერთმა დააჯილდოვა ნიჭით. ის ერთ-ერთ ბაპტისტურ ეკლესიაში გალობდა და ძალიან კარგად გამოსდიოდა ეს. მაგრამ ძალიან მალე მისი ხმა იქნა შემჩნეული. ძალიან მალე გაჩნდა ვიღაც პროდიუსერი მის ცხოვრებაში, ვთქვა, იცი, შენ შეგიძლია ამ ხმით არა მარტო ღმერთს ამსახურო, შენ შეგიძლია დიდი ფულიც იშოვო. გაყვა ამას პირველი კონტრაქტი. როცა კონტრაქტი გაქვს, შენ ვალდებული ხარ უკვე ბევრი იშრომო იმისთვის, რომ კონტრაქტორების ნდობა გაამართლო. მეორე კონტრაქტი, მესამე კონტრაქტი, შემდეგ უკვე გაჩნდა
ფსიქოლოგიური პრობლემები, უკვე საჭირო გახდა რაღაც პრეპარატები მის ცხოვრებაში, რომ როგორმე შეენარჩუნებინა სტრესის მოსახსნელი პრეპარატები, გახდა დამოკიდებული ანტიდეპრესანტებზე და ძალიან მალე მის ცხოვრებაში გაჩნდა ნარკოტიკები და იცით რომ ის გარდაიცვალა ზედოზირებისგან. ის გარდაიცვალა ზედოზირებისგან. ეს იყო ძალიან ცნობილი მომღერალი, ძალიან დიდი ნიჭი ღმერთისაგან, მაგრამ სახელმა და პოპულარობამ დაანგრია მისი ცხოვრება. დაანგრია მისი ცხოვრება. ავიღოთ მეორე ბრიტნი სპირსი, ასევე ქრისტიანი, ასევე ქრისტიანი იყო, ასევე ეკლესიის გუნდში გალობდა. დღეს ეს ადამიანი არის ალბათ თვეში სამჯერ ფსიქიატრიულ კლინიკაში ატარებს. რატომ? პოპულარობამ და სახელზე დევნამ დაანგრია მისი ცხოვრება. მეგობარო, ერთი რამ იცოდე, რა დიდი ნიჭიც არ უნდა გქონდეს. უნდა იცოდე, აქ შენი არაფერი არ არის. ნიჭი, მინდა ეს ვთქვათ ყველამ, ნიჭი ეს არის არა იმისთვის, რომ სახელი მოიპოვო და პოპულარობა, ნიჭი ეს არის ფუნქცია შენი. ღმერთმა, იცი ჩვენ სხეულში ვინ იტყვის, რომ იცი მე რა კარგი თირკმელები მაქვს. აი მე რო თირკმელები მაქვს. არა, თირკმელები არიან ჩვენ სხეულში და ისინი თავის ფუნქციას ასრულებენ. განსაკუთრებული რა არის მათ? ისინი რო არ გქონდეს, ჩვენ გარდავიცვლებით, იმიტომ რომ ჩვენი სისხლი დარჩება გააუფილტრავი. ისინი ჩვენი სხეულის ფილტრი არიან და თავის ფუნქციას ასრულებენ. და იცი გული ჩვენი ტუმბო არის. ის სისხლს აკაჩავებს და ამ სისხლის მეშვეობით ბიოლოგიური საკვები მიეწოდება ჩვენი სხეულის ყველა უჯრედს. გასაგებია? აი ყველა რას გულს აქვს თავის ფუნქცია, თირკმელებს აქვს თავის ფუნქცია, ღვიძლს აქვს თავის ფუნქცია, ელენთას ყველას თავისი ფუნქცია და ღმერთმა რომ მოგცა ნიჭი, ეს შენი ფუნქცია. გასაგებია? შეგიძლია იცი ბედნიერი იყო ამით რომ ღმერთმა მოგცა ეს და ემსახურო უფალ შენ ღმერთს ამით. გასაგებია? მაგრამ როგორც კი ჩდება სახელი და პოპულარობა, იცი უკვე მე ვეღარ ჩავიცმევ ესე, იმიტომ რომ რა სიტყვიან ჩემზე, მე თუ ხა ბრენდული არ ჩავიცვი, როგორ მეორადებში არ თქვა არსად მეორადებში როგორ გნაყიდი. რაში მაინტერესებს? იცი მე რა მომეწონა, სხვათა შორის არ ვიცი მე რა ხდება. ბილ გეიტსი აჩვენეს იმ დღეს იმის ორცხობილის თუ იმის ღვეზელის რიგში დგას ჩვეულებრივ. ადამიანი დგას ღვეზელის რიგში. ხო შეიძლება მთელი ღვეზელის ის იყიდოს და სახში მოატანოს, არა? სამსპია ქონა ვიდგე. ძალიან გამიხარდა და ვნახე რომ შვეიცარიის პრემიერ-მინისტრი ველოსიპედით დადის სამსახურში. იცი, მე რა რომ ბევრი საშუალება მაქვს. მე მინდა უბრალო ადამიანის ცხოვრებით ვიცხოვროთ. იცი, VIP მომსახურებას თავის ფასები აქვს. ქვეყნიერება არაფერს იძლევა უფასოდ, ეს იცოდეთ. და სახელს და პატივს თავისი ფასებიც მოყვება. და ამას დაუწყებ დევნას და დაგინგრევს ცხოვრებას. ვერაფერს იქიდან ვერ მიიღებ. იმიტომ რომ ძალიან ბევრი სიცოცხლე იქნა მსხვერპლად მიტანილი. ჩვენ ერთი რამე უნდა ვიცოდეთ. ღმერთმა იცის ჩვენი დაბადება ამ დედამიწაზე, ღმერთმა იცის ჩვენი წასვლა. მე შემოვედი ამ წუთის სოფელში და აუცილებლად წავალ აქედან. არანაირი ტრაგედია არ იქნება. ერთი რამე ვიცით. მე დავიბადე ამ დედამიწაზე და წავალ აქედან. და კიდე იმ ლექსს გავიხსენებ, რომ შეიქმნები ასაკის, ერთი რამ უნდა გაიგო, რისთვის მოვედი ამ ქვეყნად, ანიქ რა უნდა წავალ. მე შემიძლია ყველას გამოსწორებაზე ვიფიქრო, ნერვები მოვიშალო, ყველასთან დაძაბული ურთიერთობა, ყველასთან ანდა კიდე მივდევდე ქონებას, მივდევდე რაღაცა, უნდა მივახციო, ყალბი მიზნები, 5 პუნქტი ჩამოვთვალეთ. ეს გაანადგურებს შენს კმაყოფილებას, ეს გაანადგურებს შენ ბედნიერებას, მიზნიდან მიზნამდე ირბენ და არასდროს არ გეცლება, მუდმივ სტრესში, მუდმივ მოუცლელობაში. ერთხელ აღმოჩნდება, რომ შვილებისთვის მამა ვეღარ იყავი, ნათესავებისთვის ნათესავი ვეღარ იყავი, მეგობრებისთვის მეგობარი ვეღარ იყავი, საერთოდ არავინ შეწირე ყველაფერი ერთ რაღაცას და ხელში არაფერი დაგჭა. ამავებად. და ბოლო მუხლი და ამით ვამთავრებთ. ეკლესიასტეს მე-12 თავის, მე-13, მე-14 მუხლები. ეს გითხარით რომ ბოლოს წავიკითხავ მეთქი. ეკლესიასტე ამბობს. ისმინე ყოველივე ამის დასკვნა. ბოლოს როცა ის ამბობს რომ გავაშენე ვენახები, შევიძინე ქონება, ავაშენე სახლები,
მოვიყვანე ცოლები, გავიჩინე ბევრი ხარჭა, 300 ცოლი, თუ 300 ცოლი და 700 ხარჭა ყავდა. 1000 ქალი იყო მის ცხოვრებაში. და თქვა ამაოება იყო ყველაფერი. ვერაფერი ვერ ვნახე ამაში. არაფერზე ვეუბნეოდი უარს ჩემ თავსო, სოლომონი ამბობს. არანაირ სიამეზე. იცი ზოგი ამბობს ეს არ შეიძლება, ის არ შეიძლება, ეს არ შეიძლება. ისამს კი ყველაფერი გამოვცადე. ვიფიქრე რომ ღვინო გაამხიარულებდა ჩემს გულს, ამაოება აღმოჩნდა. ვიფიქრე რომ წავიდოდი კარ კლუბებში ვივლიდი, ამაოება აღმოჩნდა. ბევრს ვთქვი მე თავისუფლება მინდა, თავაშვებულობა აღმოჩნდა. ბოლოს ერთ დასკვნას აკეთებს. ისმინე ყოველივე ამის დასკვნა. გეშინოდეს ღვთისა და დაიცავი მისი მცნებანი. რადგან ეს არის უმთავრესი ყველა ადამიანისთვის. რადგან ყველა საქმეს სამსჯავროზე მიიტანს ღმერთი. ყოველივე დაფარულს კარგი იქნება თუ ცუდი. ეს არის ბოლო თავი ეკლესიასთვის სიგნის. კაცმა, რომელიც ვამბობ, რომლის სიმდიდრე დღეს ვერავინ ვერ გაიმეორა, ჯერჯერობით. კაცმა, რომლის სიბრძნე ვერავინ ვერ გაიმეორა, დღემდე. კაცმა, რომელმაც იმ დროში შეძლო ისეთი რაღაცეები ეკეთებინა, რომელსაც დღესაც კი ვერავინ ვერ აკეთებს. და ის ამბობს, მისი სიტყვა სანდოა, თან მთელი წერილი ღვთისმსულიერია. დაგწერია, კიდე წავიკითხა. ისმინე ყოველივე ამის დასკვნა. გეშინოდეს ღვთისა და დაიცავი მისი მცნება. რადგან ეს არის უმთავრესი ყველა ადამიანისთვის. რადგან ყველა საქმე სამსჯავროზე მიიტანს ღმერთი. ყოველივე დაფარულს კარგი იქნება ეს თუ ცუდი. მეგობრებო, ეს თემა ამით არ მთავრდება. მე არ ვამბობ, რომ კიდე გავაგრძელებ. დღეს ჩვენ დავამთავრებთ. თუმცა ეს თქვენ შეგიძლიათ გააგრძელოთ. თქვენ შეგიძლიათ ბევრი პუნქტები დაუმატოთ ამას. რა რით შეიძლება რომ კმაყოფილი ვიყო? ბედნიერად ვიგრძნო თავი. ეს ჩემ ფულზეა დამოკიდებული. ფული არ არის საჭირო იმისთვის რომ კმაყოფილი ვიყო და ბედნიერი ვიყო. ეს შეიძლება ჩემს ურთიერთობებს კაი მეგობრები რომ მყავდეს. მე უკვე კარგი მეგობრები მყავს თქვენი სახით. მადლობა ღმერთს. თითეული თქვენთაგანის სახით. იცი, ჩემი ცოლი რო ცოტათი სხვანაირი იყოს, მე საუკეთესო ცოლი მყავს. მადლობა ღმერთს ამისთვის. დიდება უფალს. იმიტომ რომ მე მინდა ბედნიერ ადამიანად წავიდე ამ წუთის სოფლიდან. მერე რა რო ხანდახან ჩვენ ცხოვრებაში არ არის ყველაფერი ისე როგორც ჩვენ გვინდა რომ იყოს. ეს გამოწვევებია. ეს არ არის პრობლემები, ეს გამოწვევებია. და გამოწვევები მოგვარდება. დალაგდება რაღაცეები. ადამიანები შეიცვლებიან. ჩვენ რო გონიათ რომ რაღაც არ შეიცვლება, ყველაფერი შეიცვლება. ყველაფერ შეცვლის ღმერთი. მთავარია გვწამდეს და იმედი გქონდეს. იცი, ხშირად არის შიში, ჩემი გაკონტროლება უნდათ. მე ერთხელ ერთმა პიროვნებამ მითხრა, მე არ გეტყვით სახელს და გვარს. მე როცა ვჭირდები, მაშინ მირეკავენო. მეგობრებო, აქვე გეუბნებით, როცა გჭირდებით, მაშინ დამირეკეთ. აბა რა არის მეგობრობა სხვა? როცა დაგჭირდები, მაშინ უნდა დამირეკო. აბა დროშა არა ვარ, რომ ხელში ამიყვანოთ და ატაცებული მატაროთ. როცა დაგჭირდები, მაშინ უნდა დამირეკო და მეც თუ დამჭირდები დაგირეკავ. ზუსტად ეს არის მეგობრობა. ვიღაცები ჩემსას ეძებენ. თუ კი მაქვს, ღმერთმა გაკურთხოთ, თუ რამეთი შემიძლია. ზუსტად ეს არის ურთიერთობა. ქრისტეზე წერია, გაფლანგაო და დაარიგა და მისი სიკეთე რჩება უკუნისამდე. იქ ვერ წაიღებთ, ერთ კაცს ეგეთყვით და ამით ვამთავრებ. ერთი კაცი თურმე ძალიან ერთგულად ემსახურებოდა ღმერთს და ქონდა ერთი ნატრა. საგვარეულო ოქროს მონეტა ქონდა. და გარდაცვალების დრო რო დადგა ღმერთს თხოვა, ღმერთო, ხო ერთგულად გემსახურეო. ხო ერთგულად გემსახურებოდი. გეხვეწებიო. ვიცი რომ შეუძლებელიაო, მაგრამ დაუშვი ჩემთვის ეს რომ ეს ოქროს მონეტა თან წავიღო. ღმერთმა უთხრა, რაღაცა ესე ძალიან გულით გინდაო. შეგისრულებ ამასო და გაითიშა ეს კაცი და გაახილა თვალები და სასუფეველშია. გაიხედა ჰარმონია, სულ ყველა ანგელოზები დადიან, ადამიანი ძალიან დიდი სილამაზე.
გახსნა ხელი და მონეტა უჭირავს. დაინახა და გაუხარდა და აუ დაიწყო ხტუნაობა, დიდება შენ ღმერთო და გვერდზე თურმე ორი ანგელოზი დგას და რა უხარიაო? მეორე რა ვიცი უსტაური კაცია, ასფალტის ნაჭერი ისე უჭირავს ხელში და ხტუნაობსო. ხო დაწერილია რომ იქო ქუჩები ხალასი ოქროსი არისო. ანუ ამით რისი თქმა არის, იცი რაც აქ ძალიან ფასეულია, იქ საერთოდ არაფერს არ ნიშნავს ეს. წარმოგიდგენია ახლა რომ ასფალტის ნაჭერი გეჭიროს ხელში და ძალიან გიხაროდეს, რამდენი ასფალტი მაქვს. ქვეყნის ღრიან ქუჩაში ვის რა ჯანდაბათ უნდა. ზუსტად ეს არის მეგობრებო. რაც აქ ჩვენ რაღაცა გქონია იმ სინამდვილეში არაფერი არ არის. თავარი ერთია. რამდენად ბედნიერი ხარ ამ ურთიერთობებით და სხვაზე კი არ გადაგაქვს ყურადღება. ხშირად ვთქვავთ, სიყვარული აღარ არის, იმიტომ რომ შენ არ გიყვარს. შენ რო გიყვარდეს, სიყვარული იქნება ყველგან. გასაგებია? შეიყვარე. შენ შეგიძლია მხოლოდ ერთ კაცს მოთხოვო, იცი ეს ვინ არის? საკუთარი თავი. მოთხოვე შენ თავს, სხვის მიმართ ნუ იქნები მომთხოვნი. ქრისტემ იცოდა თუ არა რომ იუდა იყო იქ? იცოდა? რატო არ ჩაარტყა ხელებში? არ იცოდა რომ რო იპარავდა? იმან ვინც გალაქტიკაში ვარსკვლავები იცის, იუდას აქციელი არ იცოდა? იცოდა. რატო არ აღჩობდა? როგორ ფიქრობთ? აი ზუსტად ეს არის ის, რაზედაც ყველაფერი გადაიტანე შენს თავზე. გადაიტანე ერთი სტუდენტი, ვინც შეგიძლია წვრთნა, ეს ხარ შენ. დიდება უფალს.